შეიძლება თუ არა ბავშვის შეხვევა, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დღეს ჩვენ მოგიყვებით ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც უნდა იცოდეთ ბავშვის შეხვევასთან დაკავშირებით. ბავშვის შეხვევას შეიძლება გარკვეული უპირატესობები ჰქონდეს, როგორიც არის უფრო ხანგრძლივი და მშვიდი ძილი. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ბავშვები ნაკლებს მოძრაობენ, ნაკლები შეკრთომები აქვს და შესაბამისად შეღვიძებაც ნაკლებად ხდება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე ზოგადად არ არის რეკომენდებული დაძინების დროს ბავშვის შეხვევა, განსაკუთრებით 2-3 თვის ასაკში, როდესაც ბავშვი იწყებს გადმოტრიალებას, ამ დროს შეიძლება ამან დრამატულად გაზარდოს უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების რისკი. თუმცა კოტე სიფხიზლეში ჩვეულებრივად შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენება, ოღონდ აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ტექნიკა უნდა განხორციელდეს სწორად, მაგალითად მენჯები არ უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ, თხელი ნაჭერი უნდა იყოს და ასე შემდეგ. თუ დაგაინტერესებთ დეტალურად თუ როგორ შეიძლება გავახვიოთ ბავშვი, ამაზეც ჩავწერთ ვიდეოს და დაგვიწერეთ კომენტარებში. კარგად.